მოგესალმებით, დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი ვაგრძელებთ დაუმარცხებელს Invincible-ს დღეს უნდა ვნახოთ პირველი სეზონის მეხუთე სერია. ახლა კომპიუტერი ისევ გაითიშა და გადატვირთვა მომიწია, ამიტომ ახლა მოვაგდებ. ყოველ შემთხვევაში წინა სერია მეტნაკლებად საინტერესო იყო, მაგრამ ახლა იმედია ეს სერია უკეთესი იქნება. და სერიას ქვია That Actually Hurt, guy. That Actually Hurt. საინტერესო ეს საიტამას პონტი იქნება, როგორც იქნა მარკი კარგი მოწინა. პრინციპში ახლა მარკზე ვერ ვიტყვი, რომ ერთი დარტყმით ამარცხებს მტრებს. ბექით უჭირს ხოლმე. იქნებ ნოლანზეა. იქნებ ნოლანს გამოვჩნდეს, როგორც იქნა სერიოზული მოწინააღმდეგე. იმიტომ რომ ნუ ის თავდასხმა პირველ სერიაში არ ითვლებოდა, იქ იყო ერთი რამდენზე 7-ზე, მგონი 7-ზე და კი 7 წელს იყო ახლა გამახსენდა. ყოველ შემთხვევაში, ხო, ძლიერი მოწინააღმდეგე. არის სწორი სერია ჩავთე. უბრალოდ პირველი კადრი და დაიცანეთ. ხო არა. Sorry. კაი. მოგონებებით ვიწყებთ პირველი კადრი ვნახე უკვე. ობიეს ჩართულია. ვნახოთ ერთი. სათაური მართლა საინტერესოა. დაუმარცხებელი პირველი სეზონის მეხუთე სერია That Actually Hurt. 3-2-1 დავიწყეთ. ჩვენ გვსურდა რომ ნოლანი პლანეტიდან გასულიყო, რათა მკვლელობები გამოგვეძიებია ისე რომ არ ეჭვა და მარკის გაგზავნა რას გვაძლევს რომ გავიგოთ რა. ეს წინა და იმას თუ წინა სერიებში რა მოხდა იმის რა დებილი. სად მიდიხარ? დავავიწყე რომ ახლა ასე ვაკეთებთ. არ იცი სად მიდიხარ? წადი გამნოა. გითხოვო და სანამ წასულები. და თამას გადავახო. აუ. არ მოგო. ყველაფერი კარგია. გახმოუნებულია მხოლოდ მაი კადრი კომისთვის. რაღაც მოხდება. ოპა. არ მგონია ნოლანი იყოს ის ტყუპის ცადი? არა. ჩვეულებრივი კაცი. თუ არა. აჰა. ეს ის ტიპი არის პირველი სერიიდან. ასევე საუნდტრეკი ნახეთ. მოკალეთ. იმენა ხრიტავენ და არაფერი. არა. აი, მეთქი ნეოთელს ხელს უხრიტავენ, მაგრამ არა, ბარკე ჯოშანს ხდება. და რეგენერაციის უნარი აქვს. ეს პროცედურია. შემიკაი. ასეთი რაღაც ჯერ კიდევ არ უჩვენებიათ. კი ქონდა ესეთი სცენები. რა ჯანდაბა. მაგრამ რაც ახლა გვაჩვენესა. კაი ხანია ასეთი სასტიკი სარკოფილა. ასეთი საშინელი სცენები. პირველი სერიის მე თითქმის არ ყოფილა და მეორეშიც ერთი-ორი რამდენი უცხო პლანეტის დამარცხეს, მაგრამ რაც წეგან გვაჩვენეს, ეგ განსაკუთრებული იყო. ახლა გაჭრიდავს. მისტერ ლიუს გადმოცემეთ ჩვენს მიწაზე თუ დაგინახავთ, აზერბილად აღარ მოგიქცევით. აზერბილად მაგას ეს ქვია? შეთვის იყო. სისულელი არ ჩაიდინა შვილო, მინდა დაგინდო. აუ. ზადი.
მაინც დაინდო. ახ, ჯანდაბა. ამჯერად მზად ვარ და უმარცხებელო. არა ახარ. გნებდები. არ გჯერა. გნებდები. ოუ, გადაახვიე. გნებდები. ოუ, ეს ახალი ტიპი მაგარია. ჰეი, ოი. დაგვიანე. კი, 20 წუთით დავგვიანე, მაგრამ 23. გამიზებული ვერ იქნები. და ასე რატო ფიქრობ? იმიტომ რომ მე იაპონური ჩიზკეიკი მოგიტანე. შენ მთელი ქალაქი გადაიარე იმისთვის, რომ ჩიზკეიკი გეყიდა? დიახ. იმისთვის, რომ არ გაუბრაზებულიყავი, რომ დაიგვიანე, მთელი ქალაქი გადაიარე, რომ ჩიზკეიკი გიჟურათ გეყიდა? შევს? იმისთვის რომ არ გაბრაზებულიყავი რომ დააგვიანე, უარესად დააგვიანე. მაგრამ კი, ასე გიჟურათ შევს. ადრე თუ გვიან ემბერი ყველაფერს გაიგებს. შეიძლება ზუსტად მაშინ როცა ნოლანზე გაიგებენ. დებრა და მარკი. ჰეი, რა დაგიშავეთ ჩვენ? კევინ, გაჩუნდი, შეეშვი. რაკნა სახლი გადაწვა? უბრალოდ სახლი გადაწვა, მაგრამ რატო? ადგილი არის პარკლანდის სამში. რამოდენიმე კვირით დაგიტოვებენ. აჰა. ხედავ, თვად ბლოკიც არ არის ტიპი, მაგრამ რავი. არაფერს. უბრალოდ ვცდილობ სიმშვიდეს შევინარჩუნო ქალაქში. შენს უკან. რა? ჯანდაბა. გამარჯობა. არ შეგეშინდეთ. ამას ვიჭერ, მაგრამ მგონი ჯობია აქედან გახვიდეთ. მაპატიეთ თქვენი ბინისთვის. 45 წუთით დააგვიანე. აღარ განმეორდება ბატონო საიერ. ვაგრძელებთ. 3, 2, 1. აგვიანე. აღარ განმეორდება ბატონო საიერ, მაგრამ განმეორდა უკვე გრეისონ. 12 წელი დააგვიანე უკვე ამ სამთში, ბოდიში, მაგრამ საათებს გიმცირებ. იცი რა? არ შეწუხდეთ. მევდივარ. რა? ბატონო საიერ, ვირთხა ისევ მაიონეზშია. მეთქობა რომ მაინტერესებს სემ. უნდა გაინტერესებდეს 10. გრეისონ. კარგად იყავი. ვაუ, ეს შენს ბოს გადაეცი რომ მეტი დრო მჭირდება. მეტი დრო არ არის გარე. აიღე ყველაფერი. აიღე რაც გამაჩნია. ორი დღე გაქვს. ამის შემდეგ ბორდიურს შეღებავ. ღმერთო, გრავიტაციის ბომბი, სად არის? არასოდეს ვიტყვი. უი. აკეთ, ჩემი კაი აქვს სიმაგრეზე. დააჯერა რომ ჩააგდებ. მესმის თქვენი. არ ვიცი, კარგად არ ჟღერს. დაიცადე, ახლა ვიგაჩვენებ. აი ხედავ, ახლა ის ყველაფერს მეტყვის. კარგი, მაგრამ უნდა დაიჭირო, ხომ? ხო. ორი წამიც. ორზე მეტი გავიდა. აუჩ. ეს რა იყო? ჯანდაბა, დირექტორო ვინსლოუ. გამარჯობა, ბატონო გრეისონ. თუ გსურთ რომ კოლეჯში დარჩეთ, მაშინ საუბარი მოგიწევთ. თქვენს ბოლო გაცდენებზე. და თუ არ მინდა კოლეჯის გაგრძელება? თუ არ მინდა კოლეჯის გაგრძელება, ახლა კოლეჯიდანაც გამოვა. გაშეშდი, მინიმალურს გიხდიან. მოდი თქვენი იარაღები დაყარეთ და აქედან ცოცხლები და ბედნიერები გადით. ცოცხლები. ჰეი, დღეს ვერ მოდივარ. რაღაც გამახსენდა. Just had hit by something. გადამაგდე? ძალიან საშიშად იქცევი ჩემო მეგობარო.
დამიჯერე ამად ღირს, ძალიან კარგად მოვიქცევი. არ გააცდინო დედაჩემთან ერთად ხუთშაბათს ვახშამი. თუ რაიმეს პატივს ცემ მარკ გრეისონ. სულ რომ დედამიწა განადგურდეს, მაინც მოვალ. ეჭვი მეპარება. სერიოზულად? თელი სერია მარკის იმაზე არის, რა ქვია, გმირულ ცხოვრებაზე, ნორმალურ და გმირულ ცხოვრებაზე, რაც დაიწყო ხო თელი სერია. არც დაგიჩხაპნია? ცუდი არაა კაცისთვის, ვისაც ქვის თითები აქვს. კაი. ტიპი ასევე რობოტია? არა, რობოტი არ არის, ადამიანის ხელი. კიბორგია? კი. კარგად მუშაობს. მორჩა. ბოლომდე გადაგიხადე. არა. ხედავ ტიტანო, შენი პრობლემა ის არის, რომ ძალიან გამოსადეგი ხარ. საქმეს ასრულებ. ტყუებს ჩემპიონი ვითჭამა და არც წუწუნებ ამაზე. ანუ თვითონაც ზოგზოგებისგან განსხვავებით. გასაგებია. ეს ერთხელ მოხდა ხომ თქვი? ხმად ჩაიგდე. კი, ხანდახან ისეთ ხალხს არ კლავ, რომლებიც სიცოცხლეს არ ემსახურებენ, მაგრამ საქმე ბოლომდე მიგყავს. მართალია ვალეს გადახდა დაასრულე, მაგრამ მოდი აღარ მჭირდება შენი პული. რა თქმა უნდა გჭირდება. რა, ახლა სუფთა ხარ? წახვალ და ბურგერ მარტში იმუშავებ? ამ გეგმა ესაა შენი ახალი ცხოვრება. მარტი გათავისუფლდე, ამიტომ ერთი ადგილი თავისუფალია. მოსიარულე ქვის გროვა ხარ. უბრალოდ ქვის თავა ხარ. რა ვერ გაიგე? სულ ესაა. მე მგონი ტიპს შეუძლია მოკლას, თან მარტი ვარ. კითხვა ისაა, თუ რამდენად გინდა შენ ეს? რას აკეთებ? გიგონია რომ თავს მუშტებით დამახწევ? ვიცი სადაც ცხოვრობს შენი ოჯახი. ასე რომ იქამდე იმუშავებ ჩემთან, სანამ გეტყვი რომ მორჩი. არის ხედავ? შეხედე. ასეთი შესანიშნავია. სწორედ ესაა მიზეზი, თუ რატომ არ გაგიშვებ არასდროს. ასევე ახლა მაგიდის ფულიც უნდა გადაიხადო. იტალიიდან იყო ჩამოტანილი. The atmosphere შემოვიდა. ახლა უკან მეგრი არ გავაჩერებ. ასე ახლოს დედამიწასთან. ოპა. აბა როგორი გზნობა სამყარო რომ გადაარჩინე. ამ პატარა ქვეყანა მაინც, რომ იცოდე ეს პატარა იყო. ეს იყო პატარა? ხო. შემდგა გინახა ასტეროიდის წლების წინ რომ დავიჭირე. ტეხასის ხელა იყო. ჩანდაბა. უნდა გავიქცე, მამა. ჰეი, რაც არ უნდა იყოს? შენი ვარჯიში უფრო მნიშვნელოვანია. სურათია. აქ როგორი ჭერს ტელეფონი გეხოცებით მითხარი. მარგ, ამაზე ვისაუბრეთ. მამა. ამერთხელ, კარგი? არის. ეს ხო შობლებთან საუბრობ თუ ვახშენ. დესერტი მოვიტანე. კარგი. მესმის შენი. მართალი იყავი. დედა შენი მაგრა დამზადებს. ეგ შენი თქვა ვახშმის დროს. 2 საათის წინ. შევეცადე მომეწერე. შენთვის მნიშვნელოვანი ვარ, მარკ. კი, რა თქმა უნდა. ხო და ვერ გძნობ ასე. ხან აგვიანებ, ხან უარსამობ, ხანაც საერთოდ არ მოდიხარ. ნუ ხო, ეხლა რთულია, როცა არის რაც ხდება. ან ჩემს ლოკერში წერილს მიტოვებ, ან კლასის მერე სურპრიზს მიკეთებ და არც სუდად მკოცნი. მაგრამ ასე ვერ გაგრძელდება. დღეს არ იყო კარგი. 3 თვე გავიდე და ჩემს უნდა შეხვედროდი. უბრალოდ საოჯახო პასუხისმგებლობები მაქვს. მამა ჩემს ვეხმარები სამუშაოზე. რთულია, ყველაფერს ერთდროულად მიხედო. კარგი, ყველაფერი კარგადაა. მაშინ გადაწყვიტე, მე ასე არ გავაგრძელებ. ასე უკვე გამიკეთებია. მოიცადე. რატომ? იმიტომ რომ მე
შენ რა? მე მ? უკეთესად მოვიქცევი, გბერდები. თითქოს დაუნდოდა სიმართლის თქმა, მაგრამ ну, მე იმბერს არ ვადანაშაულებ ახლა. ოუ, შევიკაი. გისმენ მამა. არის ის სიმართლე და რა სპილო როგორ ძარცვას მაღაზიას. რა? თვის კარგი ვარჯიში იქნება. იცი მე მართლა ხასიათი არ ვარ. მარგ. კარგი, მოდივარ. ეს ჩემი ბიჭია. სად არის ეგ მაინც გითქვა. აუ იმ ტიპთან შევიდა? ვიღაცა მირისის ვეყენი ხომ არ ეთქობა? თავისი ის უცებ მეგონა იმ ტიპისთან შევუვარდა სახლში. დედა, მიიღო ჩემი მესიჯი. კარგია. ესე იგი სერვისი გვაქვს ჯერ. არ მორჩენილა რა? ნესა არა ასე მარტივადა. არ დაიწყო. ნუ ტიპი ცოდოა. შენთან მინდა დავჯდე. მოიცა საყვარელო, დაგიხმარები. მამა, შეხედე. სუპერ გმირი. ო, კარგი ტიპია? ხალხი ეგრე ამბობს. შენ კარგი ტიპი ხარ? ხალხი ეგრე არ ამბობს. მე რა ქვია? მას ის თავს დაუმარცხებელი ეპიზოდი მე-5 გახმოვანებული ასევე, მაი კადრი ქონს. აქამდე არ მithქოს, მაგრამ ლოგოს ნელ-ნელა უფრო მეტი და მეტი სისხლი ემატება და სერიალის ფინალში რა იქნება, თრინაც სისხლიანი? დავუბრუნდებით დებრას. ჩები. 7 მკვდარი, 1 ცოცხალი, შენი ქმარი. ჰეი დები, ღმერთო. რა ერქვა იმ ადგილს? შოკოლადის რაღაცეები რომ მქონდათ. ეკლერ დანდრე. ხო, ზუსტად. მადლობა საყვარელო. ჰეი, ჩემი კოსტუმი მინდა. არ მაინტერესებს რამდენად დახეულია. ეს საიდუმლოა და მინდა მქონდეს. ჩქარა მოიტანე. არ ვარ ვალდებული რომ გითხრათ როცა ვინმეს დავშორდები. ერთადერთი მიზეზი, იმიტომ დაგთანხმდი სუპერგმირობაზე რომ რექსი დაგიცავდა. აუ, სერიოზულად? მე თვითონაც მოვუვლი. მამა შენი გულისხმობდა რომ რექსი ძალიან მოგწონდა და სასიამოვნო იყო რომ გიცავდა. მაგრამ ახლა გუნდის წევრიც აღარ ხარ. რექსმა მიღალატა და გუნდიც დაიშალა. ორივე მორჩა. ხდება ხოლმე. აპატიე. რა? ყველა კაცი უშვებს შეცდომას. არ იყო. ჩემი კაი. მამა, შენ 18 წლის გოგო ხარ. არ გჭირდება ამედიცინის მაგზე უფროსია. ვა, საერთოდ არ უნდა აკეთებდე ამას. პირველი, ჩემით ყველაფრის გაკეთება შემიძლია. პირდაპირ მნიშვნელობით. ნუ ხო, მინდოდა გეთქვა სრულწლოვანია თქვა. შებიკაი. სადვილია. და მეორე, არც კი ეს სადვილია. ყველაფერი. დრო იყო უკვე. ყველაფერი შენს დებილური ოჯახით შედის. იუ. სამანტა. არ დატოვო ეს კარი აქ. სამანტა, ეგრე ქვია? ახლა მე ვაფშე დავაფრინე თუ რა ხდება? ივი ხო ნაგდის სახელი ციო თუ არა? კაი. ჯენდერს.
რამოდენმე ასო გამოტოვე. საღებავებული ღირს და შენ დიდი სახელი გაქვს. მოიცადე, შენ ის ტიპი ხარ ბანკის გაძარცვაში ხელი რომ შეუშალე. ჩემი სახელი ტიტანია. აჰა, ესე იგი შურისებისთვის დაბრუნდი. კარგი. მოდი დავიწყოთ. საბრძოლოდ არ ვარ, იმიტომ რომ მოვიგებ, იღბლიანი ხარ. ხო, ვიცი. აქ იმისთვის დაგიძახე რომ დახმარება მჭირდება და მე რატომ უნდა გიხმარო? შენ ხომ კრიმინალი ხარ? არც კი იცი ამ სიტყვის მნიშვნელობა. დარწმუნებული ვარ ვიცი. დარწმუნებული ვარ რომ მოусმენ მიხვდები რასაც გულს. უბრალოდ ვალი დავაბრუნე და ახლა ვეღარ ვიშორებ. და გმირი არ ხარ? ხალხს არ ეხმარები და ცუდ ბიჭებს იჭერ. კი? ხო და დამეხმარე ჩემი ბოსი დავამარცხოთ. მასე უარესი არ არსებობს. და ვინაა შენი ბოსი? მანქანისთავიანი. ეს ნამდვილი სახელია. მანქანისთავიანი. რა თქმა უნდა არსმენია მასე. შენ ხომ მდიდარი ბავშვი ხარ გარეუბნიდან. რა? არც ისე. შენ არ იცი? კარგი რა ძმაო. მანქანისთავიანი მართავს ქალაქს. თუ რაიმე არალეგალურია და ფულის გაკეთებაა შესაძლებელი, მაშინ მისია. და როცა ხალხი მისიდგება, ის ხალხი კვდება. არა, მე უფრო დიდი საქმეების გმირი ვარ. პლანეტის გადარჩენა და რაღაც ეგეთები. და Fight Force რატომ არ ურეკავ? ხო ძმაო, მედი გაფრინდი. დაივიწყე რომ ქვემოთაც ხალხი ვართ. მოდი და განახილო. თუ ზემოდან არჩევს. დაიც ახლავე? კი ახლავე შედებილო. ეს რეჯენდება. არც ჩემთვის საათი და გასვეთობი. იმედია არავინ ხედავს ამას. მანქანისთავიანი ფლობს ნაგვის კომპანიას. დაიყენებს მას, რომ ნარკოტიკები გაავრცელოს ქალაქში. მისია მთელი უბანი. მოსყიდული ყავს დამკვირვებლები. და შემდეგ სახლებს უწვავს. თუ ვინმე სახლშია, მათთვის ცუდი. აბა რომელია მანქანისთავიანი? ვხუმრობ, ვიხუმრე. რეკლამა ბოდიში. იზოტოპი, წავედით. ეს ვინჯანდაბა იყო. მისი ლაქია. ცოტა გაგიჭირდებათ ახლა მათი პოვნა. დამეხმარე ჩემი ბოსი დავამარცხოთ. და ჩათვალე რომ ნამდვილ ხალხს ეხმარები. იფიქრე ამაზე სანამ სპილოს ან რაიმე ეგეთი შეებრძოლები. და ფული საერთოდ რატომ გამოართვი? ჩემთვის არ იყო. ოჯახისთვის. მამა. ბავშვი, ავადა. თუ პროცესს არიცი. ვიდეო მანქანისთავიანს. უბრალოდ კრიმინალია, მაგრამ ხელი. იზოტოპი ხო მგონი. არ ვიცი, შეიძლება სხვაგან გადაატელეპორტიროს. დედა, შეგიძლია კარტოფილი გადმომაწოდო? დედა. ბოდიში. დედას ცალკე საქმეები აქვს. არ ვიცი, თქვენი აზრით უნდა დავეხმარო ამ დროს. დებრა გვინოსოვს და კაცები კოკა-კოლას თუ რა? გონის გიყენებს. იდიოტი არ ვარ მამა. ვიცი როცა მატყუებენ. ტიტანს არც სურდა რომ კრიმინალი გამხდარიყო. ოჯახი წავს და მისი შვილი მგონი აბადაა. ეს რომ სიმართლე იყოს, შენ ვილტრუმელი ხარ. კარგი, უცხო პლანეტელების შემოსევა გადაგიტანია და ასტრონავტი შეგიჩერებია. ეს ჩვენს ქვემოთ არის. დედა? არ ვიცი. ვიცი რომ ადამიანები ისეთები არ არიან, როგორებიც გვეჩვენებიან. ზუსტად. უსმნე დედა შენს. ამ კაცს დაეხმარები და ძალიან მტკივნეულ გაკვეთილს ისავლი. მაგრამ ისიც ვიცი რომ ვინმეს დახმარება არასდროს არ არის შენს ქვემოთ. ნამდვილად. განსაკუთრებით ასეთი გაჭირვებული ადამიანის. დედას დაუჯერო. და კვლავ მოვედი. 3, 2, 1 გავაგრძელეთ. მე მგონი ჯობია დედას დაუჯერო. კარგი. ხო. დებრას სიტყვა გადამწყვეტია. მაგარია. ჩვენი სასწავლი. ბოჯერ მოხდა რაც ახალი გმირების მსვლელების განავარდება. ესენი დაძმაკაცდნენ. ამ დაწესებულებაში არ არის ალკოჰოლიური სასმელი. არ იყო აქამდე. პირველივე იყო რაც შევცვალე. გადავაგდე რაღაც კომპიუტერი თუ სკანერი იყო მაგ ადგილას.
ლუდი არ მინდა. კომპიუტერი თუ სკანერი. შენი შეყვარებული ხომ არ იყო რობოტი? ჯარწი. ვა. კომპიუტერი თუ გადააგდე. ხო, რობოტს არ მინდა. აგერ მე კოკა-კოლა მაქვს. 25 წლის ვარ. ნახო. არაფერი შობია ცივსასმეს ვიღაცის ყურში შეგროვის შემდეგ. ვახ. ძმაო, ეს ხუთი შეძროვის მაგრამ რა 15-მდე კაცი მოხვდა საავადმყოფოში. იმიტომ რომ ვიჩხუბეთ 6 განცალკევებული ნაბიჯურებივით და რა გუნდებით. გადაახვიე ჩხუბი. გასაგებია. არა უპასუხისმგებლო დაკიდებით. ამ ყველაფერს. ხედავ ამას რექს. აი აქ, ვიცი ავტობუსი როგორც გამოიყურება. აი აქ აგერიეთ შენ და მონსტრ გოგონას. ორივე ისე იყავით გართული ერთმანეთის შეჯიბრებაში რომ მთელი ავტობუსი დააზიანეთ. აუ. შიგნით ბავშვები იყო ძმაო. რა უნდა გვექნა? ბორბლები გაგიხედკა. აგეპეთკა გზა რომ შენელებულიყო. და მონსტრი გოგონა გასაფეთქებაც არ იყო კარგი. ანუ მაკონში ხო. დუპლიკეით. შემდეგ სიტუაციაში მინდა რომ შეჩერებაზე ისაუბრო. პერიმეტრის დახულეკების მეფის გარშემო რომ კარგია თუ გაითვალისწინებთ ამ ყველაფერს. სანამ დაპატიმრებული რეიმის გველის იარაღს თუ როგორც ეძახიან განეიტრალებდა. გველერატორს ეძახდა. არა, დაივიწყე ეს. ჩვენ საუკეთესო ვცადეთ და მოვიგეთ. არა, ძალები არც გაგაჩნია. აბა კიდევ ერთხელ გაიმეორე ეს შვილო. რატომ? ყურის წამლის დალევა დაგავიწყდა. კარგით, გაჩერდით. ის არ ტყუის რექს. ამის დედაც. ის არ ტყუის, შემდეგისთვის უნდა გაითვალისწინოთ. რა იყო გუნდო? როგორც ყოველთვის მე ვარ ერთადერთი, რომელმაც რაღაც გაწირა. ახლა ერთი კვირით ახალგაზრდა ვარ ვიდრე გუშინ. გჯერა ამ ლაზერაკების? ანუ ერთი კვირით პატარავდება გასაგებია. ზოგის კი? ზოგის კი, ზოგის არა. რატომ უთხარი მარკს რომ ხალხის გადარჩენა მის ქვევით არის და მათ აღემატება? მარკი კი მილიონებს შველის. მან დიდ საქმეებს უნდა იფიქროს და შენ არ ეხმარები. მე არ ვეხმარები. შენ არ გესმის რა არჩევნის გაკეთება გვიწევს, რადგან არ ხარ სუპერგმირი. როდესაც პირველად ჩამოხვედი, მე გასწავლე ყველაფერი, რადგან არაფერი იცოდი. მე ვქენი ეს ყველაფერი. ეგეც ხო ისე. ყველაფერი იცოდა ამ პლანეტის შესახებ. და თურმე მარკს ვერ დავეხმარები? არა, ეგ არ მიგულისხმია უბრალოდ. მგონია რომ მარკი ვიღაცას ენდობა, ვისაც არ უნდა ენდოს. იმის მაგივრად რომ მიდამიჯეროს. ჩვენ. იმის მაგივრად რომ ჩვენ მიდამიჯეროს. აი ეს სწორად ახსენი ძმაო. მე თუ არა სუპერგმერია, გონია რომ ყველაფერი იცის. არ მინდა ისეთი რამე გააკეთოს, რასაც მე რეინანებს. რა ვარ გეთქვა რომ ეს არ არის საშინო და ჩვენს ქოვითაო. კარჩე სხვანაირად რო გეთქვა რა ჯობდა. მაგრამ აი დებრას შევიკაი. შინელება იყო. ეს სუპერგმირობა დებრა ისიც ცდილობს რომ სიმართლე გაარკვიოს, მე მგონი რობოტი არ ცდილობს ეგრე ძადე. ცოდნა საჭიროა. არ ხუმრობ. მნიშვნელოვანია რომ ადგილები ჰაერიდან იპოვო. ხო, მართალია. კარგად ხარ? რაღაც უცნაურად გამოიყურებ. ოდესმე წაგიკითხავს ბავშვებზე სახლებიდან რომ აგდებენ. და გისურვია რომ შენ ყოფილიყავი? არ ვიცი. მართლა კი არა. გინდა ამაზე საუბარი? კი. არა, არ ვიცი. არ ვიცი რა მინდა. მარკ. ჰეი, შენ. ცოტა ნელა ვეფხო. შენზე გაბრაზებული ვარ. დღეს მოდიხარ ხო? გამარჯობა ევა. რა თქმა უნდა, მოდივარ. არ გადაგო. აგერ ევას ძახიან და რატომ დაუცხეს წევენ? რატომ მე არ ვიქნები შენ? დავარცხაკიდეს რა დაუცხეს. მარკი მოხალისეა ბექვალ საზოგადო ცენტრში. სადის გავცემთ კვირაში ორჯერ მათთვის ვისაცშია. აღფრთოვანებული ვარ. არ იყო, ჩემი ვალი აქვს. ბექველი ჩემი მეორე სახლია. იქ მივდიოდი სკოლის მერე, სანამ დედა ჩემი მორჩებოდა მუშაობაში. მესამე ქუჩაზე არა? დაბალი აგურის შენობა. ხო, 7 საათზე. ო, კარგი, უნდა გავიქცე. დედა ჩემს უნდა დავეხმარო საქმეში. მე რეგნახავ. კარგად ევა. გინდა წამოხვიდე? დაგვეხმარებოდი. მინდა, მაგრამ დაკავებული ხარ სოფლიოს გადარჩენით? არა, აღარ. მაშინ მიზეზებიც აღარ გაქვს. შენ და მარკი ახლოს ხართ? უცნაურად ხომ არ მოქცეულა ბოლო დროს? რას გულისხმობ? ყველგან იგვიანებს ან არ მოდის და იტყუება რატომ? ყოველ შემთხვევაში მე მგონია რომ იტყუება. ბიჭებს კარგია რომ არ ეჭვიანობს. კარგი ბიჭია. კი, დროს ვერ აღიქონს, მაგრამ ძალიან მოსწონხარ. სულ შენზე საუბრობს. მართლა? მადლობა. გნახავ დღეს, ხო? კი.
ერთადერთი ადგილი, სადაც მანქანის თავიანს უეჭველად ვიპოვით, არის მე-60-ის. და შევდექით ამ საქმეს. მე-60-ს საერთოდ, ნუ ბარკისთვის პრობლემა არაა. რაღაც მთელი ყოფილი სამხედროები აკონტროლებენ ყველაფერს. თუ კიბეები თავადა გზაში დახოცავს ყველას, მაშინ პრობლემა შეიძლება იყოს. დებილი არა. და ეს ტელეპორტის კაცი არ გაიყვანს, როცა მივუახლოვდებით? მოვუარე უკვე იზოტოპს. როგორ? ერთ გოგოს ნახულობს კვირაში რამდენიმეჯერ. ცოტა მეტი გადავხადე, რომ მთელი საღამო მასთან ყავდეს. რა? გასაგებია. ესე იგი შევვარდებით ბოლო სართულზე იმ რაღაც თავიანთან და შემდეგ არ გყავს მეგობრები, რომ მოვაშოროთ ქუჩებს. შემიძლია გლობალურ სააგენტოში წავიყვანო. ხედავ, უკვე გმირი ხდები. ის შენი შვილი იყო ბექოლის საზოგადო ცენტრში, ხომ? რა ქვია? ფიონა. ხშირად დადიხარ მანდ? მისი მეორე სახლია. კარგი, დაგეხმარები, მაგრამ ჩქარა უნდა ვქნათ. საღამოსთვის გეგმები მაქვს. ხო. და ეს ტიპი მართალი ვიყავი? რამე ძლიერ კლონს შექმნის? რა ის უბრალოდ იგივეა. კინაღამ დამოვიწყდა თუ როგორი სიმპათიური ვარ. ორიგინალში ნახე ეს მომენტი და კი ამბობს რომ კლონის შექმნა შეიძლება ისევ. კეთილი იყოს შენი გაცოცხლება, კლონო. არ დაიწყო. მე ვარ ორიგინალი. კარგია, პროცესი წარმატებულად დამთავრდა. არასდროს მესმოდა ამას რატომ შობოდით. ოპა. შევიკაია. გაჩერდით, გთხოვთ, საჩხუბლად არ მოსულ ვარ. როგორ? კლონების ხუთს არ შეეხო, იდიოტო. როგორც ვამბობდი, თქვენი დახმარება მჭირდება ქსოვილების ზრდაში და დნმ-ის რეპლიკაციაში. ნუ ღელავთ, ყოველად არ მოსდებით. ქსოვილების ჩემი კაი სერიოზულად კლონის შექმნა უნდა, ვიცაც არ ინდობა იმათი რობოტო. გამარჯობა საყვარელო. თუ დრო გაქვს შეგიძლია რაღაცეები იყიდოს ადილისთვის? ვფიქრობდი ტაგლიეტელეს იმ რესტორნიდან, რომში რომ არის. და ღვინო პროვინციიდან. როსე, კი. მადლობა საყვარელო, მიყვარხარ. ჩემი სამხილებს რო ეძებს თან. მე ჭვება რამე იპოვოს. დნმ-ზე ამბობდა და დნმ-ით უნდა რომ დამიანს არ უნახავს ესა, რა ქვია, იმის მოგონებები ომნიმენის. ანუ ომნიმენის სისხლი არ ყოფილა. ან ნახა და დანარჩენები რო ჩრდილებად ჩადნენ ვერ მიხვდა რაში იყო საქმე. ყოველ შემთხვევაში კოსტუმი. სულ დროს მოხვედი. ცოტაც. ეს რა? მანქანის თავიანო. ადექი, ჩვენთან მოდიხარ. ჰეი, მორჩა, შენ ლიგაში აღარ ხარ. გადაიტანე 2. გამარჯობა დაუმარცხებელო. ტიტანო, უფროსო. მართალი ხარ. ესეთი ძლიერი ხარ, მოქნელი. და შენ, შეგიძლია ყველგან გაფრინდე. ეს ხომ გასაოცარია. მადლობა. ნუ, მარკის ოჯახს ვერაფრით ვერ დავეხმარე. ისიც თუ როდის მოგონდით ვერ დაიმუქრები. გარებს შემოიღებდით. ესეც იტალიური ნეკვერჩხალი იყო. ეს ვერ გეცოდინებოდა. ესე გგონია? აი ასე ხდება, როცა თავი ქვისგან გაკეთებული.
გასტყვი რომ ამას მივხედეო, ვიცი რაც ვთქვი. ეს პატარა გაუმჯობესება ყველანაირ განვითარებას მაჩვენებს. ამიტომაც ვიცი რომ აზრი არ აქვს თქვენაერ იდიოტებს უხსნა კვანტური ალბათობები. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? რაც დაუმარცხებელმა თქვა მართალია. მე ჩემს ლიგაში არ ვარ. მაგრამ მე მაქვს ფული. შემიკაი ახალი არსებები. ო, ჯანდაბა. არც კი იცი შვილო. აჰა, ერთი. ამბერ. ჰეი, ევა, მოხვედი? მოდი გაჩვენებ რა სად არის. ქათამი, პიურე, სალათი. კიდევ ერთი ქვაბი დაგჭირდება მალე. მომშვიდა. არაფერი დიდი, მაგრამ გველეული კი მაქვს მაგ, მაგრამ ჰეი, ჩემი მშობლები მიკროღუმელით აკეთებენ საჭმელს, ეს ყველაფერი ოცნებაა. მარკი მოვიდა? მაგ ბიჭს სანამ სამუდამოდ მივატოვებ 15 წუთი აქვს. სერვისებიდან მივიდოდ. მეჭირა 15 წუთი იყოს, მაგრამ ნახეთ. ეს ვიღაც მარველის ელექტროს გავს. ეს ვიღაც არსება ჩაკუჩის თუ სკიპტრეს თუ ვიცი, აუ. ამას ლავა აქვს. უფ. ოპა, ო ახშენი. მოგეკლავდა შენი სისხლით ჩემს გზას შევღებავ. თავიდა, აინა. აუჩი. არა. ყველას მოგეკლავთ. ოპა, მინიმარკ. უფ. ოუ. რომელია შემდეგი? გამარჯობა, ბიჭო. შემიკაი. ამასთან ცოტა გაუჭირდება. ამადანте აგდუწენან. ამპერ, სერიოზულად მიატოვებს ამ სერიაში. ვახ. ოუ, ჩემი. ვაუ, 10-დან 10. თქვენ მეგობრებო, შესანიშნავები ხართ. მოიცა, რაღაც ხდება. სისოს ვიღაცამ დაურეკა. კაი. აქედან ჩვენ მივხედავთ. მიდით. იმედია ისწავლეთ კუნძული მუშაობა. მოკალით, ეს ნაბიჭრები. ტიპი გაბრაზდა უკვე. ტიპი აშკარად გაბრაზდა უკვე. Duplicate, Monster Gogos უჭერს. შენ. ოხ. ნუ ხო, ეს უბრალოდ პლანი იყო. მინუს duplicate is ეთიშა. ესეც აბა რობოტ შეგვიჟებს აუ არა რობოტი კარგად იქნება რექს რაღაც ძალიან რთული მოწინააღმდეგეები არიან არა რთული და სამარცხებელი ძლიერი იმის თქმა უნდა განსაკუთრებით ეს ტიპი მე დამბერდნე რომ ამ პლანეტაზე ღირსეული ოპონენტი შემხვდებოდა ნოლან შენი გამოსვლა ჩემი თვალს გავს მაგრამ იმედები გამეცრუვდა სწორედ შენი მოკოვლა შეწყალება იქნება ნოლან შენ
ჩანდას ოახ ჩემი ნუ მარკი არ მომკვდარა რა თქმა უნდა მაგრამ აზრი არ აქვს მარცხებელო შავო სამოსო არა არა მოგონი შევსწავლოს და ერხა ჩემი კაი აუჩ ზეთები მკვდარია მიდი მონსტრო გოგონა მიდი პათეტიური ბავშვი არა ეს არა მონსტრი გოგო არა კარგად იქნება არა კაი რა ისე ჩემი არა შიტ ჩემი გაისახი რაღაც რო ყველა ახლა დააშავეთ მართლაც ძალიან ეს რა არის ასოები ნუ იმას მიხედოთ ჯობია თორე ამით დავერცხლად აუ ეს რაღაც იგი კუდარია ამას რა უნდა არა ელექტროენერგიით შეიძლება იმ ტიპს ლორწოვან რაღაც ტიპი კიდევ ერთი მკვდარი მიდირექს ან შენ დაჟეგრე პათეტიურია მოკვდა თუ ეს შეფასდა ჩემთვის არა წერების მოკლაში არა აღირსება ტიპი პროსტა გაიქცა ჩიგა არა ეს ნამდვილად შეუძლებელი ალბათობა იყო იზოტოპო წავედით იზოტოპო ნოლანი არ მოსულა ბოდიში შვილო არ მინდოდა ასე დამთავრებულიყო მაგრამ ჩემს ოჯახს უნდა მივხედო იმედი გადარჩები ბოსტნეული დღეს თბილი დარბილია როუს მე გავაკეთე მადლობა ამბე ცალკე კიდე მე და სამზარეულოში შემომიარე ის წიგნი ვიშოვე ჩვენ რა საუბრობთ კარგი იქნება რა იყო ჩემს ინგლისურის დავალებას ვერ მიმახსოვრებდა შენ აქ ყველა სახელით იცნობ ის სამყარო შექმენი რომელშიც იცხოვრებდი არა მართალია მეგონა მარკი აქ იქნებოდა დღეს სამწუხაროდ მარკს უფრო მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდა მართლა მეგონა ძალიან ბევრ სისხლს კარგავს რამე დაადე მაგ ჭრილობაზე ჩქარა გუგები შეუმოწმე სისხლი უდედება უკან დაიხიეთ ვასე მონსტრი გოგონა ცოცხალია მას დავკარგავთ შესაძლოა სერ არა გვჭირდება ყველაფერი ქენით და სისხლიც აუღეთ შემდგი მარკი დება სერიოზულად სულ ეს არის მამა უნდა უპასუხო ამბერ მაპატიე შენ სულ წავიდე რა მოხდა მარკი იყო იქნებ ის მაინც გაიგოს ამბერ მაგრამ აქო მარკი დაჭრილია მე ის ტიპიც ცოცხალია ორივე ცოცხალია
ვიცი რთულია გიყვარდეს ის, ვისაც არ უყვარხარ, მაგრამ მარკს უყვარხარ. რომ შეძლებოდა, აქ იქნებოდა. ჩემი კაი. და ეს ტიპიც სადღაც არსად რო გაქრა. ვაუ. იმ ბიჭს რაც უთხარით, ბოს, რომ ჩვენს მხარეს ყოფილიყო. სიმართლე ვუთხარი. მე კალას გავაუმჯობესებ ხალხისთვის. ჯერ სხვა ხალხი მოდის. მამა, ჩემი კაი. ეს ჩვენი ახალი სახლია? ჩემი კაი. ტიპი ახალი ბოსი გახდა. ნუ, უკეთესი. გახმონებულია მხოლოდ და მხოლოდ მოიცეთ დრების მერე სერია არ დასრულებულა. მადლობა. მარკი? რაიმე გამოვიდა? არაფერი. ყველაფერი ვცადეთ. წამლები, ვირუსები, ბაქტერიები, პრიონსები, ნანორობოტები და რადიაციაც კი. ჩემი კაი. ვილტრუმელ უჯრედებს ეს ყველაფერი კიდიათ. უბრალოდ არ კვდებიან. ცდა გავაგრძელოთ. გრძნობა მაქვს, რომ სისხლში რაღაც არის. მარკ გრეისონ. ანუ სისხლზე ატარებენ ექსპერიმენტს. ვაუ! ვილტრუმელ უჯრედებს საავ. ასე არაფერი იქნება. საინტერესოა. ნუ, სერია რა თქმა უნდა ძალიან ძეს კი იყო. მე მგონი ჯერჯერობით საუკეთესო სერია ეს იყო. ვაუ! კარგი. ვილაპარაკოთ სერიაზე. ესე იგი That Actually Hurt. Invincible-ის პირველი სეზონის მეხუთე სერია. საკმაოდ ბევრი თემა არის ახლა განსახილველი. პირველი, რითიც მინდა დავიწყო არის ეს ომნიმენის გამოსვლა, ანუ ის რომ პროსტერ რა უნდა თქვას ახლა, ტიპი იქვე იყო, უყურებდა ყველაფერს. და არაფერი გაუკეთებია. რა სიტყვის? ანუ მარკმა დაინახა. მაგრამ დებრა აშკარად არ დატოვებს ისე რომ კარგად არ გამოგანძღოს მაგის მერე, იმიტომ რომ მაინც ახლა კი ვარკი ნახევარად ვილტრუმელია და ეს აქვს რა ქვია, აგერ ფინალში გვაჩვენეს კიდეც სისხლზე რო წლებს ატარებდნენ, რამდენად რთულია მისი მოკლა განადგურება, მაგრამ როგორც ჩანს ნოლანს უბრალოდ ჭკუის სწავლება უნდა და მარკისთვის კიდევ ერთხელ მე ვთვლი რომ ნოლანი არასწორად მიუდგა მაგას თავიდანვე და არ უნდა ეთქვა ის რაც თქვა რომ ეს არის რა ქვია ჩვენთვის ძალიან ეს არის ძალიან დაბლა არის თუ რაღაცა მსგავსი მე თუ გითხავთ რავი ზოგადად კი ტიპის ფსადანგელოზი არ აღმოჩნდა მაგრამ ოჯახი გადაარჩინა დაიცვა ყოველ შემთხვევაში ხო მომენტ რა უნდა იქნა რომ მე მივიდა მარკთან და იმედია გადაგარჩენენო просто ტიპი თვითონ არის კრიმინალი ასე რომ რავი რა თქმის ყოველ შემთხვევაში ის მანქანის თავია თუ მანქანის თავიანი რა ქვია იმას ქვენით მოვიცილეთ უკვე რაც კარგია ცოლებიან ჩემი კიდე კარგია რომ ცოცხლები არიან ისინი იმიტომ რომ ის მონსტრი გოგო вообще არ მინდოდა რომ მომკვდარიყო არც ის ტიპი რა ქვია კი არ მახსოვს მაგრამ ხო ყოველ შემთხვევაში არც ერთი სიკვდილი მინდა მაგათგან სიმართლე გითხრათ რექსისაც კი იმიტომ რომ აშკარად
უკეთესი პერსონაჟი გახდა ვიდრე აქამდე იყო. აქამდე просто ნერვებს ვიშლიდა მომენტებში, მაგრამ ახაც აქვს ეგ ხასიათები შენარჩუნებული, მაგრამ ახლა უფრო თან მივეჩვიე შეიძლება და თან შედარებით უკეთესადაც იქცევა. ყოველ შემთხვევაში ხო ჯერჯერობით არ არის ისეთი პერსონაჟი, რომ მნიშვნელოვანი პერსონაჟებიდან ისეთი რომ როგორც ასეთი არ მომწონდეს. დებრა დონალდს მინდოდა ვეთქვა, ნოლანს იმაშვება, რა ქვია, უმოწმებს ყველაფერს, ნიუთებს, კოსტუმს. აი კოსტუმზე რა სიზამს ძალიან მაინტერესებს. ანუ რა აქვს ამ დემიანის თუ დამიან ქართველი გავხადე უცებ დამიანის ძალები სისხლს რო შეეხება ან ზოგადად დნმ-ს მე მგონი ხო ეგრე არის დნმ-ზე რო ხედავს მოგონებებს შეიძლება თუ არა რომ დებრამ სპეციალურად მაგისთვის გამზადოს კოსტუმი რომ სისხლი ანახოს და მასკან საჩვენოს პროსტა არ ვიცი მე მგონი სისხლი ომნივენსაც ქონდა იქ მაგრამ რო პრინციპში 1-2 წვეთი არაფერს იზავდა იქ ისეთი ამბავი ხდებოდა და просто ვერ ნახავდა დემიანი ვერაფერს თორე ისე მაგრამ დარწმუნებული არის რომ ნოლანმა დახოცა ისინი თვითონაც კი უთხრა ნოლანს просто ვერ ამტკიცებს ასე რომ ხო საინტერესოა დებრა თუ იქნება ის ვინც გამოიჭერს ნოლანს ვაუ და ეს ივის და რაჯანა ქვია ემბერის ურთიერთობები ზოგადად ივის და ემბერის სცენები ამ სერიაში ძალიან მომეწონა სავარაუდოდ მისცემს კიდევ ერთ შანსს ემბერი ანუ ხდება ახლა კიდეც რომ რამე ისეთი მნიშვნელოვანი საქმეები აქვს დატყუილად არ აგვიანებს ხოლმე და არ აცდენს სპაიმებს ყოველ შემთხვევაში რასაც ივიევნება რომ და მისკენიო რა ქვია მიეცი მარკს შანსიო რასაც ზოგადად ივიამბობს თავის ურთიერთობებზე მე სიმართლე გითხრათ ივის და მშობლების ურთიერთობები არ ვიცი რა ვთქვა მაგალითზე ანუ просто შეურიგდი რექსო მიუხედავად იმისა რომ გიღაატო რექსი ზოგადად შეიძლება ცუდი ტიპი არ არის როგორც ასეთი მაგრამ არა მე რო ივი ვიყო ნახდად არ შეურიგდებოდი თანაც ხო ხლა აშკარად ჩანს როგორი ის აქვს ძალები იუს ამიტომ რა ჯენდება უნდა რექსის დაცვა თუ საჭირო იქნება რექს სახეს გააცრობს თვითონ ჯობი არ იყოს საჭირო აწი მარა ის თეთრი მონსტრი რა თქმა უნდა ვაუ თა პროსტა რო აიღო და წავიდა დანარჩენები რო დახოცეს გასაგებია მაგრამ ტიპმა აიღო და მოხია უბრალოდ სავარაუდოდ კიდევ ნახავთ როგორც ამ ტიპზე რა ქვია ამ ტიტანს მაგრამ ხო ახლა დაგემშვიდობებით სავარაუდოდ კი არა და უეჭველი იმიტომ რომ რაღაც კომენტი სერია რო საუკეთესო იყო უკვე თქვი ასე რომ ხო იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო თუ მოგეწონათ არ დაგავიწყდეთ და ლაიქოთ გამოიწეროთ არხი დატოვოთ კომენტარები და ზარი გააქტიუროთ მადლობა ყველას გემშვიდობებით შეხვდებით შემდეგ ვიდეოში ბედნიერ დღეს გისურვებთ კარგად ბრძანდებოდეთ